სალამი, დიდ რუს პოეტს მიხეილ ლერმონტოვს საქართველოს ძალიან უყვარდა. თბილისში მისი სახელობის ქუჩაცაა. ლერმონტოვი გიყვარს? იცის ვინ არის? დიახ, მე ის ვიცი. ლერმონტოვის რომელიმე პოემა წაგიკითხავს? როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, კარგი მოსწავლე ვიყავი, მაგრამ ახლა მთლიანად MMA-ზე ვარ ფოკუსირებული და ბევრი რაღაც მოვიწყდა. სკოლაში რაც ვისწავლე, ყველაფერი დამავიწყდა. ახლა უმარ ნურმაგომედოვის გარდა სხვა არაფერს ვფიქრობ. მე 30 წლის ასაკამდე შენ მშენებლობაზე მუშაობდი. რას ფიქრობ, უმარის მსგავსად მხოლოდ სპორტზე რომ ყოფილიყავი კონცენტრირებული და სხვა არაფერი გეკეთებინა? რა შეიცვლებოდა? განსხვავებული ძალა და მაინდსეტი სწორედ იმიტომ მაქვს, რომ მშენებლობაზე ვმუშაობდი. 8 საათი შეუჩერებლად მუშაობდი. ეს 25 წუთი ჩემთვის არაფერია და უმარი ამას იგრძნობს. როდესაც მშენებლობაზე ვმუშაობდი, ეს ჩემთვის დამატებით ვარჯიშს წარმოადგენდა. ჩემს საბრძოლო სტილს ეს გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარა და მადლობელი ვარ იმის, რასაც ცხოვრებაში ვაკეთებდი. ყველაფერს საკუთარი თვალით იხილავთ. უკანასკნელი შეკითხვა ჩემგან. ლერმონტოვს პატივს სცემ? დიახ, რა თქმა უნდა.